ბოლომდე ამ გზავნილით მოქალაქეები გუშინ 2 თებერვალს კვლავ შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნებით. გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან, სადაც აქცია გაიმართა, მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები, რომლებმაც გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს გააკეთეს კორდონი. ქართული ოცნების რეჟიმი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან პირდაპირ ყველანაირი მიკი-მოკვის გარეშე, ამიტომ მათი ამოცანა არის, რომ რაღაცა თითქოს და კანონის ჩარჩოში მოაქციონ. სინამდვილეში ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ერთი, მეორე, გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია კონსტიტუციით, მესამე, სამართალით, სიმართლეც და ერთადერთი სწორი გზა არის ჩვენ მხარეს. დანარჩენ მეორე მხარეს არის ერთი კაცის ნების შემსრულებელი ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენ უფრო მეტნი ვართ და ეს მინდა იცოდეს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ ვართ მეტნი და ხალხის ხმა ყველგან ისმის. აბსოლუტურად ყველგან. დაიჭერენ ერთს გამოვა 10, დაიჭერენაც გამოვა 20, 100, 1000 და 10000 და 100000. 31 იანვარს კი ირაკლი კობახიძემ სპეციალური განკარგულება მიიღო. დოკუმენტის მიხედვით სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა. თბილისის გასასვლელთან დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით 2 თებერვალს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი ცნობით სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას. ჯგუფურად ქმედების ჩადენა კი 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დააკავეს აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. თბილისში გუშინ გვიან-ღამით განვითარებულ მოვლენებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა. საიამ იმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ზვიად ხარაზიშვილის მიმართ და შეუჩერდეს უფლებამოსილება. საიას ინფორმაციით კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირის სამართალდამცველებს მიხავთ. საიას ინფორმაციითო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას. გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის თანახმად შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტები. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. კაია კალასის შეფასებით მიუღებელია თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა. მისი თქმით, ევროკავშირი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.